მოგესალმებით, დიდი მადლობა მომბრძანებისთვის და რო გითხრათ თქვენი პრობლემა და აი როგორც ვიცი რაღაც ბინას ეხება ხო ფართს. მოგესალმებით, მე მინდა გავაკეთო მოკლე რეზიუმე იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გახდა ჩემი ოჯახი პირადად მე ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის, ზურაბ ადეიშვილის, გიგი უგულავას, მამუკა ახვლედიანის, სოსო თოფურიძის და დათა ახალაიას საშინელი უსამართლობის მსხვერპლი. ჩვენ გაგვაჩნდა საკუთარი ბინა, საცხოვრებელი სახლი, იქ სადაც დღეს აშენებული არის ყოფილი პრეზიდენტის სააკაშვილის რეზიდენცია. ძალიან მოკლედ გეტყვით, დღეს ჩემთან ერთად იმყოფება ჩემი ადვოკატი მარიამ ნეფარიძე, ჩემი მეუღლე, სამართლებრივი კუთხით, ყველა კითხვაზე ის გაგცემთ პასუხს. მე უბრალოდ მინდა გაგაცნოთ, რომ რამოდენიმე თვის წინ კვირის პალიტრაში დაიბეჭდა სტატია, როგორ შემომთავაზა მამუკა ახვლედიანმა პრეზიდენტ სააკაშვილის ლიკვიდაციის იმიტირება, რათა საზოგადოება დაერწმუნებინათ იმაში, რომ დამკვეთი ამ ყველაფრის იყო ირაკლი ალასანია და ბიძინა ივანიშვილი. სინამდვილეში ეს უნდა გამეკეთებინა იმიტომ, რომ წინა ხელისუფლებამ, რომელმაც წამართვა საკუთარი საცხოვრებელი სახლი, სანაცვლოდ გადამიხდიდნენ 2 მილიონ ლარს. ამის შემდეგ ძალიან მოკლე რეზიუმეს ვაკეთებ. არჩევნებამდე რამოდენიმე თვით ადრე მიბარებენ სოსო თოფურიძესთან კაბინეტში, მივდივარ ღამის 12-ის ნახევარზე, სოსო თოფურიძესთან იგივე შეთავაზება გრძელდება და მინდა გითხრათ, რომ თავიდან მამუკა ახვლედიანმა, როდესაც პატარკაციშვილთან მიმართებაში პატარკაციშვილი იძახოდა, რომ ის დახარჯავდა უკანასკნელ თეთრს და დაამთავრებდა სააკაშვილის რეჟიმს, პირველი შემოთავაზება ახვლედიანისგან მქონდა ასეთი, რომ არასოდეს არ გადაგიხდით ამ ბინის ფულს. მქონდა 239 კვადრატი ბინა, იქ სადაც აშენებულია დღეს საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენცია. ერთი თეთრიც არ არის დღემდე გადახდილი ჩემთვის. და მაშინ ზუსტად შემომთავაზა, რომ ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბის უფროსისთვის, გელბახიანისთვის დამებრალებინა ეს ყველაფერი. ამის შემდეგ მე ვიმალებოდი 2 წელი თბილისიდან მოშორებით, სარდაფში ვცხოვრობდი, როცა გახმაურდა ეგ საკითხი ტელევიზიით, პრესით, მე გამოვედი და გავაგრძელე ჩვეული ცხოვრება. ბოლოს დამპატიჟა თავისთან კაბინეტში სოსო თოფურიძემ 5 დღე უკანონოდ აღმიკვეთეს თავისუფლება და მას როცა მე პირობა მივეცი და როცა შემომთავაზეს, რომ ჩავანაცვლოთ ახლა პატარკაციშვილი, ივანიშვილი და გელბახიანი ალასანიათი, მე როცა დამარწმუნეს მათ, რომ მე უკვე დამაპატიმრებდნენ, მე მათ შევთავაზე, რომ 28 სექტემბერს 3 დღით ადრე არჩევნების წინ გავაკეთებდი განცხადებას და დავაბრალებდი ამ ხალხს ყველაფერს. 28 სექტემბერს შროშის ტყეში, წყნეთში, ღამე, პირველ საათზე ჟურნალისტების თანხლებით გავაკეთე განცხადება, ოღონდ გავაკეთე სიმართლე. ვიმალებოდი 3 დღე, სანამ ეგზიტ პოლის შედეგები გამოცხადდებოდა. გადაწყვეტილება იყო ასეთი: მოხდებოდა ჩემი ფიზიკური ლიკვიდაცია ამ ყველაფრის გამო და თუ ეგზიტ პოლის შედეგები გამოაცხადებდა, რომ არჩევნებში მოიგო ნაციონალურმა მოძრაობამ, იმ საღამოსვე მივდიოდი, გადავდიოდი აფხაზეთის ტერიტორიაზე და ჩემთვის უკვე მნიშვნელობა არ ჰქონდა რა სტატუს იარლიქს მომაკერებდნენ ამის გამო, მოღალატეს თუ რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლის იარლიქს. მე მივდიოდი მოსკოვში და მოსკოვიდან უნდა გამეკეთებინა ანალოგიური განცხადება და გამეგრძელებინა ბრძოლა საკუთარი ქონების და საკუთარი ღირსების დასაცავად. დღეს მდგომარეობით ეს მინდა ექსკლუზივის სახით შევინახოთ დღეს და ხვალზე გაიგებთ ამ ქონების სანაცვლოდ. ახალი ხელისუფლებისგან ვიღებ ქონებას, რის გამოც მე აქიდანვე მინდა მათ მადლობა გადაუხადო, მაგრამ რაც შეეხება სამართლებრივ მხარეს. რამოდენიმე დღის წინ დაგვიძახეს მთავარ პროკურატურაში გამომძიებელმა ლაშა აბულაძემ, შედგა გასაუბრების ოქმი და როგორც გუშინ მაცნობეს შინაგან საქმეთა სამინისტროში ღარიბაშვილის სახელზე გადაიგზავნა ეს მასალები. დარწმუნებული ვარ, რამოდენიმე დღეში
მოკლე ხანებში ყოველ შემთხვევაში დაიწყება სისხლის სამართლებრივი დევნა იმ ადამიანების მიმართ, ვისი გვარებიც და სახელით მე აქ დავასახელე. რაც შეეხება ახლა სამართლებრივ კუთხეს თუ რა ხორციელდებოდა. ღამის პირველ საათზე როცა ახვლედიანმა ეს შემომთავაზა და მე დავიმალე, როგორ გამოაგზავნა ჩემთან პოლიციელები ღამის 12 საათზე, როგორ აყენებდნენ შეურაცხყოფა ჩემ მეუღლეს, როგორ მეძებდნენ ლოგინის ქვეშ, ეს ყველაფერი არის ვიდეო ფირზე ფარულად ჩაწერილი. და ეს პოლიციელები დღეს ისევ მუშაობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში და მე მგონი ახლა უკვე მოკვლევა დაწყებულია ამ საქმეზე და მათაც მიუჩენენ საკუთარ ადგილს. რაც შეეხება სამართლებრივ კუთხეს, ჩემი ადვოკატი არსებობს, ხელში გვაქვს და აგერ გვიდევს სუმკაში. ესე იგი, როდესაც მე ახვლედიანს ვუთხარი, რომ კი ბატონო ერთი დღე მომეცი მოსაფიქრებლად, მან მითხრა რომ ესე იგი ეს იყო ძალიან დიდი საუბარი, მე უნდა გამევლო სპეციალური ტრენინგები სპეცსამსახურის წარმომადგენლებთან, როგორ მიუახლოვდებოდი პრეზიდენტს, ხელთ მექნებოდა რაღაც ასაფეთქებელი ნივთიერება, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ აფეთქდებოდა, მაგრამ დეტალურად ამას სპეცსამსახურის წარმომადგენლებთან გავივლიდი ამ ყველაფერს და ახვლედიანის შენობიდან მე რო გამოვედი და ეს იყო გიგი უგულავას დავალებით კეთდებოდა ეს ყველაფერი, მე დავიმალე და როცა ახვლედიანი დარწმუნდა რომ მე უკვე არ გამოვშდებოდი ეს ბომბი, ანუ ეს თემა ჩემთან ინახებოდა, მე ამას ან გავაჟღერებდი, ან ინფორმაციას მივაწვდიდი საზოგადოებას თქვენი მეშვეობით, მათ დაიწყეს შურისძიება, გამოაგზავნეს პოლიციის რაზმები ჩემთან სახში და ღამის 12 საათზე ამტვრევდნენ ჩემი ოჯახის კარებს ფირზე აღვეშდილი, რათა მე დავეპატიმრებინეთ. და აფილებ გასაჯეროთ ეს ფილები. რა თქმა უნდა, გასაჯერე. კი ბატონო. რა გარანტია გქონდათ იმას, რომ თქვენ არის ანუ რატო გენდნენ და რატო გაგანდეთ ესეთი ერთი სიტყვით, როდესაც მათ დაინახეს და თქვენ მე მგონია ძალიან კარგად იცით თუ როგორ შეაწერეს ამათმა ქონება აბსოლუტურად ყველას. აქ ლაპარაკი იყო დიახ. მინიშნება გავაკეთე მე კიდევ რა ქონებას მიბრუნებენ მეთქი, ამაზე დღეს ექსკლუზივად იყოს და მე იმიტომ მენდნენ რომ ერთი სიტყვით ლაპარაკი იყო $595,000 $2,500 კვადრატულ მეტრში იყო 239 კვადრატი. როდესაც მე ეს ქონება შემაწერეს, მე სამართლებრივი კუთხით ვიბრძოდი ჩემი ქონების დასაცავად და დასაბრუნებლად და როდესაც მე აქ მაქვს ჩემ ადვოკატს აქვს წერილი, როცა მისწერა პროკურატურამ, პროკურორმა იაკიფიანმა ქალაქ თბილისის მერიას, თუ ამ ბინასთან დაკავშირებით ვინმე გამოცხადდა თქვენთან და მოითხოვა ამ ბინის თქვენზე მიყიდვა. არამც თუ იყიდოთ ეს ბინა, დაუყოვნებლივ მიმართეთ სამართალდამცავ ორგანოებს. ამის მიუხედავად ამისა და ასეთი წერილებისა, გიგი უგულავამ თავისი გავლენით, თავისი ბოროტ მოქმედებით მე წამართვა ეს ქონება. არაერთი პროტესტის მიუხედავად, არაერთი ბრძოლის და შრომის მიუხედავად, ჩვენ ვიყავით უძლური. ბოლოს მოხდა ისეთნაირად, რომ მე მიმაყანეს კედელზე, თქვენ როგორ გონიათ ახლა, ვიღაც კოჭოია რუსეთის სპეცსამსახურებთან იყო შეკრული და რატო ენდნენ მას ასეთი საქმეები? მაგაზე არ ვლაპარაკობ, მე გეუბნებით, მე იმიტომ მენდნენ, რომ ესენი იყვნენ დარწმუნებულები, მე არანაირი გამოსავალი არ რჩებოდა და მე ფულის გულისთვის ყველაფერზე წავიდოდი. დიახ. ესე იგი მე მგონი თქვენ ვერ მიმიხვდით, მე პატარკაციშვილი იმ შუაში იყო, რომ როცა პატარკაციშვილი უკვე ასპარეზზე გამოვიდა, ვიღაცის დისკრედიტაცია მომხდარიყო, ესენი სულ ბინძური მეთოდებით, თუნდაც გელბახიანი დაიპატიმრებინათ. მე კიდევ გითხარით, იმიტირება უნდა მომხდარიყო, მე დამაკავებდნენ, აღიარებითი ჩვენება უნდა მიმეცა, რომ ეს ყველაფერი დამაბრალა, ამას მიყვება ბატონი ახვლედიანი, ეს ყველაფერი დამაბრალა ვალერი გელბახიანმა, ამ სახლის სანაცვლოდ შემომთავაზა 2 მილიონი კომპენსაცია. მე აღიარებითი ჩვენების მე გამანთავისუფლებდნენ. ალბათ დაიჭერდნენ პატარკაცებს, მაგრამ როცა ამ თემამ ჩაიარა და უკვე არჩევნები მოახლოვდა, ახალი არჩევნები, მოახდინეს ჩანაცვლება. რაზეც მე დავთანხმდი და რის გამოც გამანთავისუფლეს მოდულის შენობიდან. ვინაიდან მე ესენი დავარწმუნე, რომ მე ამ განცხადებას გავაკეთებდი და 28-ში ინფო 9-ზე გავაკეთე განცხადება, რაც იყო სიმართლე და რაც მოვყევი ახლა. დიახ.
არჩევნების შემდეგ ხდება ისე რომ თქვენ ფილმის პრობლემა მოაგვარეთ და არა მე მაგას ვიქტოვებ ექსკლუზივად მეთქი კი გადმომცემენ რა თქმა უნდა მეორე მხრივ შეიძლება იგივე თქვენს მე დასახელებულმა პირებმა რომელსაც ვარდეთ წამოგიყენონ კოლექტიურ ბრალდებაზე თქვენ კი ხავით პირიქით ოცნებასთან შეთანხმებული რომ ეს ბრალდებები გაგცემთ პასუხს ჯერ ერთი ეს ადამიანები ვერასდროს ვერ წამიყენებენ ბრალდებას იმიტომ რომ როცა თვითონ იყვნენ ხელისუფლებაში გავაკეთებ არასოდეს ახვლედიანს მე ეს განცხადება ადრეც გავაკეთე სასამართლოსთვისაც კი არ მიმართავს და ბოდიშის მოხდაც კი არ მოუთხოვია იმიტომ რომ ახვლედიანი შინაგანად გზნობს რომ ის არის დამნაშავე ვერასოდეს ვერ წამიყენებენ ეს ადამიანები ჯერ ერთი იმიტომ ვერ წამიყენებენ კიდევ ეს ადამიანები ძალიან მალე ვარ 100% დარწმუნებული წავლენ ციხეში ამაში ვარ 100% დარწმუნებული ჩემ მეუღლე არასდროს არ მუშაობდა პრეზიდენტთან ჩემ მეუღლეს რო პრეზიდენტთან ემუშავა დღეს ის ჩემ მეუღლე არ იქნებოდა შეხვედრა შევხვდი. კი, მაშინ თხოვეს რომ ჩამენაცვლებინა და ეს იმიტომ თხოვეს რომ უკვე დრომოჭმული თემა იყო და დღეს უკვე მათი ოპონენტად მოიაზრებდნენ ამ ადამიანებს რა. ბადებს რა საქმიანობა ზოგადად რა საქმიანობს დღეს როცა ეს ხელისუფლება იყო და დაიწყო ჩვენი დევნა, ამის შემდეგ მე ვიყავი აბსოლუტურად არანაირ სამსახურზე ფიქრის უფლება არ ჰქონდა. ნუ მანამდე მე გახლავართ ფიზიკოსი, თავის დროზე მუშაობდი უნივერსიტეტში. და ჩემი ერთადერთი ამ ხელისუფლების პირობებში იყო არა მარტო საქმიანობა, არამედ საკუთარი თავის გადარჩენა. დიახ, სამართლებრივი კი ბატონო. და სანამ სამართლებრივ კუთხეს შევეხები, მე შევატყვე რომ მაგ ჟურნალისტები დაინტერესდნენ იმ ფარულ ჩაწერებზე და ამიტომ რამოდენიმე სიტყვას გეტყვით, ეს ფარული ჩანაწერები დღეისთვის უკვე ფარული აღარ არის, რამდენადაც ჯერ კიდევ 2009 წელს საგამოძიებო ორგანოებში მივიტანეთ ეს ჩანაწერები და მასზე ხდებოდა, ესე იგი მიტანის შემდეგ, როდესაც ჯერ ერთი რომ არიბარებდა გამოძიება, როდესაც უთხარით ჩვენ რომ ეს იყო ის ფარული ჩანაწერები, გამომძიებელი ჯონი კოშაძე ქალაქის პროკურატურაში არიბარებდა ამ ჩანაწერებს და იძულებული გავხდით რომ ფოსტის მეშვეობით გაგვეგზავნა. და ასე მოხდა ეს ჩანაწერები სისხლის სამართლის საქმეში, რომელიც იმ დროს მიმდინარეობდა. შემდეგ, როდესაც დაილუქა ჩვენს მიერ მიტანილი ეს ჩანაწერები და როდესაც ხდებოდა უკვე ჩანაწერების გაშიფრვა და მოსმენა, აღმოჩნდა, რომ ჩანაწერები წაშლილი იყო. რატომღაც გამოძიებამ ჩათვალა, ალბათ იფიქრა, რომ შეიძლება ეს ერთადერთი ჩანაწერი იყო და ჩვენ არ გქონებოდა და მოგვიწია ხელმეორედ იგივე ჩანაწერების მიტანა. გაიშიფრა ეს შემდეგ და ოქმი არსებობს საგამოძიებო მოქმედების რა არის ჩანაწერი ამ დისკებზე და ჩვენს მიერ მიტანილ დისკებზე. ასე რომ ეს გამოქვეყნდა შემდეგ თქვა ბატონმა ბესიკმა რომ გაკეთდა ესე იგი რეპორტაჟი ფილმი ასეთი პრეზიდენტის გაუმჭვირვალე სასახლე და ეს ნაჩვენები იქნა ეს სატელევიზიო ეთერითაც და დღესაც დევს ინტერნეტ გვერდზე ეს ფილმი. შემდეგ რაც შეეხება სამართლებრივ მხარეს, მოდით მე გიგი უგულავაზე ქალაქის მერზე გავამახვილებ ყურადღებას, როდესაც ეს ქონება წაართვეს ამ ხალხს და არ სურდათ დაებრუნებინათ, აქ მოხდა მიგზავნა პიროვნებებისა გალბატონ იზასთან და ბატონ ბესიკთან ოჯახში, რომელიც ითხოვდა ამ 595,000-დან 50,000 თანხის დათმობას. ოჯახმა მიიჩნია, რომ ეს იყო ვინმე თაღლითი და ამიტომ არ დათანხმდნენ. ციცი ნადირაძე იყო ასეთი ქალბატონი მისული და ციცი ნადირაძე ეპატიჟებოდა ბატონ ბესიკს და ქალბატონ იზას ზაალ სამადაშვილთან საკრებულოს თავმჯდომარესთან. ზაალ სამადაშვილმა
ზაალ სამადაშვილთან შემდეგ ვიყავით ჩვენ ბატონი ბესიკი იყო მისული რომ რა გინდოდა რატომ მიბარებდი შენ ჩემ ქონებასთან რა ხელი გქონდაო ბატონმა ზაალმა არ უარყო რომ მართლაც იყო მასთან ქალბატონი ეს ციცი ნადირაძე და რომ სურდა დახმარებოდა ამ ოჯახს ამ თანხის ამოღებაში ზაალ სამადაშვილს მინდა ყურადღება გავამახვილო ზუსტადად სამართლებრივად რომ არანაირი შეხება არ ქონდა არანაირი მონაწილეობა არ უნდა მიეღო ამ კომპენსაციის გადახდაში ამ ოჯახისათვის შემდეგ როდესაც გახსოვთ თქვენ გამოსვლები რო იყო და მიტინგები კარვების ქალაქი მე პირადად მისული ვიყავი იმ დროს პაემანზე და იქ ციცი ნადირაძე ჩაგვერთო ჩვენ პირდაპირ ეთერში და ქალბატონმა პირდაპირ აღიარო რომ ნამდვილად ზაალ სამადაშვილთან იმყოფებოდა და ზაალ სამადაშვილი ეხმარებოდა ამ პიროვნებებს უნდა დახმარებოდა ამოღებაში ამ თანხის ანუ მთელი სისტემა აი ამ თანამდებობის პირებისა დაინტერესებული იყვნენ რაღაცა თანხები წაიღოთ და წაერთმიათ ამ ოჯახისათვის. დაინტერესებული იყო ყველა რომ ან არ მიეცათ ამ ოჯახისათვის და ქონება წაერთმიათ მოკლედ. მინდა ყურადღება გავამახვილო იმ ფაქტზეც რომ გამოძიების მსვლელობის დროს გამოტანილი იქნა მოსამართლის ბრძანება სხვადასხვა საგამოძიებო დოკუმენტებისა, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ ეს ოჯახი მართალი იყო. კონკრეტულად ნოტარიუს მამუკა ფარჯიკიასაგან. მაგრამ მოსამართლის ბრძანება არ იქნა შესრულებული, არ იქნა დოკუმენტები ამოღებული, მერა ფარჯიკია ბოდისვიხტი ნოტარიუსი და არ იქნა ამოღებული დოკუმენტები და არ ჩატარდა კალიგრაფიული ექსპერტიზა. აღნიშნულთან დაკავშირებით აი იმ ფილმშიც ჩანს, რომ დავით საყვარელიძესთან პროკურორთან სული იყო ჩვენი ჟურნალისტი გიორგი მგელაძე და შეკითხვა დაუსვა რატომ არ შეასრულეთ მოსამართლის ბრძანება და ბატონი დავით საყვარელიძე განმარტავს რომ მიიჩნიაო გამოძიებამ რომ აღარ უნდა ჩატარებულიყო კალიგრაფიული ექსპერტიზა რისი უფლებაც ნამდვილად არ ქონდა პროკურატურას და გამოძიებას რამდენადაც მოსამართლის ბრძანება ექვემდებარება სავალდებულო აღსრულებას მე კონკრეტულად კომპენსაცია, ბინის კომპენსაცია, რომ გამოასახლეს ეს ხალხი პრეზიდენტის რეზიდენციის ადგილას მდებარე კორპუსიდან, ვალდებული იყო მთავრობა კომპენსაციის სახით აენაზღაურებინა თანხა. აი ეს თანხა არ მისცეს ამ ხალხს, არ მისცეს საცხოვრებელი ფართი. აქ მორიგება შეთანხმებაზე წავა უკვე მხარეები, რაზე შეთანხმდებიან. დიახ, ახალ ხელისუფლებას. 15,595,000 დოლარზე ეკვივალენტი ლარებში მოიცავდა. დიახ. ჩვენ გვინდა გავახმაუროთ იმ პიროვნებების თანამდებობის პირების გვარები ამისი სურვილი მაქვს რომ თუ ვინ მიიღო უშუალოდ მონაწილეობა ამ პიროვნებებისათვის ამ ოჯახისათვის უпростоრედ ამ ოჯახისათვის იმ კომპენსაციის წართმევისა და ვინ წაართვა საკუთრება ამ ხალხს მონაწილეობა აქვთ მიღებული ესენი არიან პროკურორი იყო მაშინ მე ახლა არ ვიცი აპოლონ დანელია შემდეგ ზაალ სამადაშვილი არის ვიღაც ჯემალიჩი ფიგურირებს, როდესაც ბატონი ბესიკისთან იყვნენ მისულები ოჯახში, მის წასაყვანად და დარწმუნებულები ვართ, რომ ან იარაღი ჰქონდათ, ან ნარკოტიკული საშუალებები მიტანილი, რომ თავისუფლება აღეკვეთათ ბატონი ბესიკისათვის, იქ სატელეფონო საუბრებში მისული ავთანდილ შარაშენიძე და სოსო სიგუა გამომძიებელ დეტექტივები გახდათ ეს პიროვნებები, უკავშირდებოდნენ სისტემატიურად ტელეფონით, მობილური ტელეფონით და შეატყობინეს, რომ ბატონი ბესიკი არ იყო სახლში და აწი რა გაეკეთებინა და ინსტრუქციების მიღებას ითხოვდნენ. შემდეგ გამოძახებული იქნა ქალბატონი იზასაგან საპატრულო პოლიცია და საპატრულო პოლიციის დანახვის და მოსვლის შემდეგ ამ პიროვნებებმა მიატოვეს უკვე საცხოვრებელი ფართი ქალბატონი იზასი და წავიდნენ სახლიდან, თუმცა საპატრულო პოლიციამ შეადგინა სათანადო ოქმი, ეს ოქმიც გამოძიებაში მიტანილი იყო, არ დასჯილან სოსო სიგუა და ავთანდილ შარაშენიძე და შემდეგ აი აქ ვიღაც ჟემალიჩი ალბათ დღევანდელი მთავრობა გაარკვევს ამას, ვის მიერ იყო ეს ხალხი მიგზავნილი. მამუკა ახვლედიანთან გვაქვს პრეტენზია, გიგი უგულავა ვახსენეთ წეღან, დიახ, შემდეგ აი აქ მე მაქვს დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ესე იგი მოხდა ქონების შესყიდვა
მამუკა ტყებუჩავას მიერ ფორმალურად, რა თქმა უნდა, 2008 წლის 5 სექტემბერს, 8 სექტემბერს უკვე მიაკითხა, ესე იგი, გელა შინჯიკაშვილს მიყიდა ეს ქონება 5000 ლარად, 8 სექტემბერს 3 დღეში მიმართა თურმე გელა შინჯიკაშვილმა ქალაქის მერიას პირადად გიგი უგულავას განცხადებით და განცხადებაში ჩაწერა, რომ მზად იყო ეს ქონება მიეყიდა მათთვის. იმავე დღეს 1500 ლარად, წარმოიდგინეთ, 3 დღის წინ 5000 ლარად ნაყიდი ქონება შესთავაზა 1500 ლარად მიეყიდა ქალაქის მერიასათვის. 8 სექტემბერს ამ დღეებზე ყურადღებას იმიტომ ვამახვილებ, რომ შუალედები აი 3 დღეში 8 სექტემბერს მიმართა გელა შინჯიკაშვილმა ქალაქის მერიას. 8 სექტემბერს ჩატარდა სხდომა ქალაქის მერიაში და გიგი უგულავას ხელის მოწერით, აქ ამაქვს ეს დოკუმენტები, ესე იგი, უკვე გასცა გიგი უგულავამ ბრძანება, რომ მოეხდინათ შესყიდვა ამ ქონებისა. 8 სექტემბერსვე ქალაქის მერიამ 1500 ლარად შეიძინა გელა შინჯიკაშვილისაგან ეს ქონება. წარმოიდგინეთ, როგორი სწრაფი ტემპით ხორციელდება და ვითარდება აი ამ ქონების გადაცემა ქალაქის მერიისათვის. ანუ მთავრობამ წაართვა უკვე მთავრობამ წაართვა ქონება ამ ხალხს, ოჯახს. ყველაზე მნიშვნელოვანი, როდესაც ეს ხალხი მაინც არ გაჩერდა, სამოქალაქო წესით დავობდით, სისხლის სამართლის წესით, მგონი რაიონი არ დაგვიტოვებია პროკურატურის, რომ რაიონებ რომელ პროკურატურას აღარ მივმართეთ, რომ მოგვეხერხებინა და აღძრულიყო სისხლის სამართლის საქმეები. და საბოლოო უკვე მოხდა ისე, რომ იზა გვაჯაიასა და ბესიკ ფიფიას მიმართ დაიწყოს დევნა, სისხლის სამართლებრივი დევნა ცრუ დასმენისათვის, თითქოს და ამ განცხადებებს იმიტომ აკეთებდნენ იზა გვაჯაია და ბესიკ ფიფია, რომ ქონდათ სხვადასხვა პირების, აი კონკრეტულად ამ პიროვნებების ციცი ნადირაძის ვალი და შემდეგ აი სხვადასხვა პიროვნებები ფიგურირებს, უბრალოდ გვარების ჩამოთვლა ჩვენ შორს წაგვიყვანს და დაიწყო მათ მიმართ დევნა ცრუ დასმენისათვის, თითქოს და პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების მიზნით. აი ამ ეტაპზე ჩვენ უკვე მივხვდით, რომ შედეგებს ვერ მივაღწევდით და გავჩერდით იმ დრომდე, დაველოდეთ, რომ ეს მთავრობა წასულიყო და სხვა მთავრობის უკვე პირობებში შეძლებდა ეს ხალხი ამოეღო თავისი კომპენსაცია და სამართალი ეპოვა. თუმცა შეჩერება ეს არ ნიშნავს იმას, ბატონმა ბესიკმა განაცხადა, რომ წლების განმავლობაში იმალებოდა, ფეხით არ მოძრაობდა ქუჩაში. როდესაც ჩვენ შეხვედრა გვჭირდებოდა, რაღაცნაირად ვახერხებდით, რომ დამირეკავდა, მანქანით მოდიოდა და აი ასე ვახერხებდით, ზოგჯერ მე მივდიოდი მასთან, სადაც იმალებოდა და ასე შემდეგ. იცით რა არის? დიახ, თავიდან დავიწყეთ ჩვენ დავა, პარლამენტშიც არის შეტანილი განცხადება და გამოქვეყნდა კიდევ ეს რომელ გაზეთში იყო გამოქვეყნებული, კვირის პალიტრაში და თავარმა პროკურატურამ თვითონ დაგვიძახა ჩვენ, რომ ვალდებული იყო მოგეხსენებათ საგამოძიებო ორგანოები, როდესაც მასალები ქვეყნდება, განაცხადი კეთდება, ვალდებულია, რომ მოქმედებები განახორციელოს აღნიშნულთან დაკავშირებით. აი იგივე, რომ უკვე თანამდებობის პირებს ვინც ეს უკან მოქმედებები ჩაიდინა, მონაწილეობა ვინც მიიღო აი ამ ყველაფერში. მადლობა. მადლობა.